თავარი მიზეზი თუ რატომ ვერ ახერხებენ თვით ის ადამიანები, რომლებმაც ქრისტეს ღმერთობა აღიქვეს, რატომ ვერ ახერხებენ ქრისტეს ერთგულებას და მისი ეკლესიის არა ნომინალურ, არამედ ნამდვილ წევრობას, არის ის, რომ ადამიანები არ მუშაობენ სიმდაბლეზე და მათში მადლი, რომ ღმერთი აძლევდეს, არ ჩერდებათ, იმიტომ რომ მათი შინაგანი მისტიკური სივრცე არის დახვრეტილი ვარცლივით, სადაც რაც არ უნდა წყალი ჩაასხა, ის მაინც იქ არ ჩერდება და გადის და მადლის დაგოროვება, როგორც ასე ვთქვათ, ეს ტექნიკური ტერმინი, რომელსაც წმინდა მამებსაც გამოუყენებიათ, მადლის მოხვეჭა არ ხდება. და ამიტომაც ადამიანი სანამ მას არ ეხებიან, ნომინალურად არის ქრისტიანი, სანამ მას არ ეხებიან. მაგრამ როგორც კი მას პიროვნულად შეეხებიან, თუნდაც ეკლესიის წიაღში, ამიტომ არის სამრელო ცხოვრება აუცილებელი, იმიტომ რომ სამრელო ცხოვრება ჭრელია, უამრავი ადამიანია და შენ რომ სამრელოში ცხოვრობ, აუცილებლად ვიღაცა შეგეხება ისე, შენ რომ არ მოგწონს. შეიძლება ის მართალია, შეიძლება მტყუანი, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ჩვენ მტერნიც უნდა გვიყვარდეს. ამიტომ სამრელო ცხოვრებაში აუცილებლად შეგეხება ვიღაცა ისე, შენ რომ არ გინდა რომ შეგეხოს და იქ გამოვლინდება შენ სიმდაბლით ხარ სამრევლოში თუ არა და თუ შენ რეაქცია არაქრისტიანული გექნება და ამის შემოწმება ძალიან ადვილია წმინდა წერილი ხელთ გვიპყრია თუ შენი რეაქციები არაქრისტიანულია როცა სამრევლოს რომელიღაც წევრი ისე არ შეგეხება როგორც შენ ეს გინდა და შენს პატივმოყარებას როგორც ეს მოსწონს ეს ნიშნავს იმას რომ შენ სინამდვილეში ქრისტიანი არ ხარ და შენ მზად ხარ რომ თავს დაესხა ყველა ადამიანს, ვინ შენ არასწორად შეგეხება, შენ რომ თვლი ისე. ის შეიძლება წმინდანი იყოს. გესმით? ის ვინ შეგეხო, ესეც კი შეიძლება. და ეკლესიის ისტორიაში იმდენი მაგალითია ამისი. და მე რასაკეთებს ადამიანი მძლავრობს ამ ადამიანზე და განდევნის მას და იონე ქროპირი განდევნეს აგერ და მაქსიმე ახსარებელს რა უყვეს და მე-20 საუკუნის ათონელი მამები ნახეთ, ყველა დევნილია აბსოლუტურად. ეკლესიის წიაღში. რატო? ზოგი ფიზიკურად დევნილი, ზოგი მორალურად დევნილი, ზოგი ფსიქოლოგიურად დევნილი, ზოგი დაცემის ობიექტი და ასე შემდეგ. რატომ? იმიტომ რომ ადამიანები თუ სიმდაბლით არ არიან, არა აქვთ მადლი და მადლი თუ არ აქვთ, მათ არ შეუძლიათ იყვნენ ქრისტიანები.